დღეს მინდა გაჩვენოთ ორი ერთნაირი თითქმის ერთნაირი სელფის ჯოხები. მაგრამ რა სხვაობაა მათ შორის? თავიდანვე გეტყვით, რომ არ გირჩევთ დაბალფასიანი ჯოხების შეძენას, იმიტომ რომ არ არიან მყარი და არ გამოირჩევიან საიმედოებით. ავიწყოთ ახლა და ვნახოთ. ძირითადად ეს ცოტა იაფიანია, ახლა რასაც გაჩვენე. და აი არ არის მედეგი რა ეთყობა. ესე იგი მას აქვს განახილული ბლუთუზი, რომელიც ეხსნება, აი ბლუთუზი მოეხსნება და შემდეგ ჩავამაგრებ. აგეცავთ. თავი ტრიალდება, კიდე ჰორიზონტალურად დავაკრებთ, კიდე ვერტიკალურად. ეხლა ნახოთ მეორე ჯოხი. თითქმის იგივეა ყველაფერი. მაგრამ ეს იქავს მარტო ჰორიზონტალურად. ანუ სიგრძე აქვს მეტი. შეგვიძლია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადავიღოთ. ბლუთუზი მას აქ აქვს განლაგებული. აქედან შეგვიძლია მართოდ გადავიღოთ ფოტო და ვიდეო. იგივეა ყველაფერი. აი ესე დავდგავთ. დავამაგრებთ და ვამართობთ ჩვენს გადაღებას ან ეთერს. ეხლა დავამაგრებთ მაშინ ჩვენ ტელეფონი. დავიწყოთ აქეთ. ესე იგი სანამ ჩავამაგრებ, გავხსნით სამაგრებს. აი, მას აქვს პრუჟუნა. ეს ზამბარა. ჩავდგავ და შემდეგ გამოვწერთ ამას. არ დავაზიანოთ. ცოტა ისეთია ისინი და უნდა ძალიან ფრთხილი ხმა. ეხლა ჩვენ ჩავთავთ და ვნახოთ როგორ მუშაობს. სანამ ჩავთავთ, ამოვიღოთ ბლუთუზი და დავუკავშიროთ ის ტელეფონს. ჩავთავთ ტელეფონი. ჩავთავთ ბლუთუზი. ეს ჩავთავთ ამასაც და ჩავთავთ ეს ჩვენი შევიდეთ ფოტოში. გადაიღო. აქ როცა აინტერა წვანე ნატურა ესე იგი ბლუთუზი ჩართული. შევიდეთ ვიდეოში. დაიწყო მუშაობა. შეგვიძლია გადავიღოთ. კარგი. ეხლა გავშალოთ. გავკეთოთ ეს. გადმოვწიოთ. დაიწყო მუშაობა ჩაერთო. მუშაობს გამართულა. კარგი. ეხლა ვნახოთ მეორე შემთხვევაში. აქაც იგივეა ყველაფერი. აი ამ შემთხვევაში აი ამ სელფის ჯოხის თავი არ ბრუნდება და როცა ყიდულობთ, არ შეგეშალოთ. მრავალფუნქციური იყიდა, რომელიც თავის ბრუნავს, ორივე ნაირად ჰორიზონტალურადაც გადაიღოთ და ვერტიკალურად. მე ეს ორი მჭირდებოდა საცალკე და იმიტომ იქ შევიზინა ესეთი. დავდოთ.
გავიმეოროთ იგივე ჩავთოთ. ჯერ ჩავთოთ Bluetooth-ი. ჩავთეთ